მენტალური დაავადებების ნაციონალური ალიანსის კვლევის მიხედვით 5-დან 1 ამერიკელს მენტალური პრობლემა აწუხებს, რაც ურთიერთობებზე, კარიერაზე და ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას. ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს შორის დეპრესია, ხასიათის და პიროვნების დარღვევა, უმიზეზო შფოთვა, ობსესიურ-იმპულსური კომპლექსი და სხვადასხვა სახის მავნე დამოკიდებულებები სახელდება. პრობლემების უმრავლესობა თავს 24 წლის ასაკამდე იჩენს. ძილის დარღვევა. თუ ძილთან დაკავშირებული პრობლემები ერთ კვირაზე მეტია გაწუხებთ, მდგომარეობის გამოსწორებას კი სხვადასხვა მედიკამენტით და ალკოჰოლით ცდილობთ, ან სულაც დილით გაღვიძება გიჭირთ, დროა ექიმს მიმართოთ. ვირჩევენ სპეციალისტები. აღარ გიტაცებთ სხვადასხვა ჰობი ან მოვლენები, რომლებიც აქამდე გაინტერესებდათ. როგორც მედიკოსები ამბობენ, ამ შემთხვევაში შესაძლოა თქვენ უმიზეზო შფოთვის სინდრომი ან დეპრესია გეწყებათ. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. თუ იმაზე გაცილებით მეტ სვამთ, ვიდრე სვამდით ან ცდილობთ ალკოჰოლის სხვა მსგავსი მოქმედების ნივთიერებებით ჩაანაცვლოთ, მიმართეთ ექიმს. ყველაფერი გაღიზიანებთ. მიუხედავად იმისა, რომ გამოძინებული და დანაყრებული ხართ, მაგრამ მაინც ყველა გაღიზიანებთ და თქვენში აგრესიას იწვევს, შესაძლოა პიროვნების ან ხასიათის დარღვევა აღგენიშნებოდეთ. დანაშაულის და სირცხვილის გრძნობა გაწუხებთ. ჯერ კიდევ ვფიქრობთ კომენტარზე სოციალურ ქსელში, რომელიც მეგობარმა 1 თვის წინ დაგიტოვათ. გადაწყვეტეთ, რომ ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწიეთ ან ოჯახის წევრებს იმედი გაუცრუეთ. ეს შესაძლოა დეპრესიის ნიშანი იყოს. ენერგია არ გაქვთ. თუ გაღვიძება გიჭირთ, დაღლილობის შეგრძნება გაწუხებთ და ვეღარ ფიქრობთ თუ მოძრაობთ იმდენად სწრაფად, როგორც ეს ადრე ხდებოდა, შესაძლოა დეპრესია გემუქრებოდეთ. კონცენტრირების პრობლემები. გულმავიწყობა, საუბრის დროს ფოკუსირების და საქმეზე კონცენტრირების პრობლემები თუ დიდი ხანია გრძელდება, თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ყურადღების მიქცევა სჭირდება. უმადობა ან გაძლიერებული მადა. დეპრესიის მთავარი ნიშანი უმადობაა, თუმცა მეორე შემთხვევაში ფსიქოლოგიური პრობლემებისგან გაქცევას პაციენტები საკვების დახმარებითაც ცდილობენ და გაუაზრებლად იმაზე მეც მიირთმევენ, ვიდრე საჭიროა. მოუსვენრობა. თუ ერთ ადგილზე გაჩერება გიჭირთ, ან ცდილობთ ყოველ თავისუფალ წუთს ნებისმიერი საქმით დაკავდეთ, შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ თქვენთვის დამთრგუნველ თემაზე ფიქრს გაურბიხართ და ემოციურ ზეწოლას განიცდით. ნებისმიერი ვარიაციით დაგისვამთ საკუთარი თავისთვის კითხვა, რა აზრი აქვს. თუ იმაზე ფიქრი დაიწყეთ, თუ რა აზრი აქვს ცხოვრებას, ურთიერთობებს ან მუშაობას, ესე იგი თქვენი მენტალური მდგომარეობა მეტიც მეტად დამძიმდა. უკეთესია თუ ექიმს მანამ მიმართავთ, სანამ თავს ამ მდგომარეობამდე მიიყვანთ. ესეც სპეციალისტების მორიგი რეკომენდაციაა.